აკეთე Tesla-ს აპდეიტის მერე self-drive-ის ფუნქცია ჩაერთო და აქ მივდივარ self-drive-ით, მაგრამ არ მოგატყუოთ, მე ძალიან არ მსიამოვნებს და მეჩხუბები ჩემს ქმარს, რომ მოკიდოს ხელი საჭეს, იმიტომ რომ მაინც რობოტია მანქანა და მე შარს არ გადავეყარო, თუმცა ჯერჯერობით კარგად მივდივართ, მაგრამ რა ვიცი, მე მეშინი აი აგერ self-driving-ს გვიწევს. შუქნიშაზე გაჩერდა. ედლებ შენაჭერ? ას ედლებზე ვაჭერო, მაგრამ აი ხო გეუბნები ძალიან დაძაბული ვზივარ მაინც და ეს მანქანა ჩემია, მაგრამ მე არ ვაპირებ ესეა, რომ შვენივრად კიდევ ხელს და ფეხების მემორჩილება ხელებით. აი აგერ წინ ჩაგვიხდა გლაოს ტიპი და ცოტა შეაჩერა. იმიტომ ვიძახი, რომ ეს და დაჟე გამოირთო? არ არის ეს თბილისური ამბებისთვის გამოხდები თავიდან ჩართო მივდივარ. თბილისური გამოხტომებისთვის მაინც ახიფათოა, მე ესე ვფიქრობ. აგერ ესე გვწერს self-driving 50-ით მივდივართ და რაღაცა იმავე დაძაბული ვზივარ მაინც. ისე რომ შვენივრად მართავს. და აი მნიშვნელოვანია ნახაზები უნდა იყოს, რომ ნახაზებს ხედავდეს მანქანა. არა, ეხლა არაო და აკეთ ეგეთი ამბებია. და დავტესტეთ და ეხლა გამოვართვევიებ, იმიტომ რომ მეჩვენია მე ვაკონტროლო და რობოტმა თავისი თატაროს. რა თქვენ რას ფიქრობთ? ჭვანია მივდივართ. მე მგონი მალე ტაქსაობასაც დაიწყებს ჩვენი მანქანა ესე თუ გააგრძელა. მაგრამ რა ვიცი, მე პირადად უმძღოლო ტაქს არ ჩაუჯდებოდი. აი ხო ცოტა სიჩქარე მოუმატა. შენაჭერ? ანუ წინ მანქანის დიამეტრის რა მანძილზე იმის მიხედვით სიჩქარეს უწევს და ანელებს. აი სიმავს. რაღაც შუქნიშანი ან საწოლი შეაჩერა. ჭკვიანად კი მიდის უბრალოდ. ავიც. ძოლებულ ყაიდას ვარ მირჩეული და მაინც ისე მირჩევლია ამ ეტაპზე.